მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს ჩვენი გადაცემის თემა არის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უკანასკნელი დღეების მანძილზე იქ განვითარებულმა მოვლენებმა საკმაოდ ბევრი კითხვა გააჩინა. მინდა თქვა, რომ ბატონი ელიზბარაშვილის გუშინდელი განცხადება საკმაოდ ისეთი შთამბეჭდავი და მრავალი კითხვის ნიშნის გამოჩნდა მაყურებლისთვის, მსმენელისთვის. მან პირდაპირ რექტორს წაუყენა ბრალი. შეგახსენებთ, რომ ბატონი ელიზბარაშვილი არის რექტორის მრჩეველი. უცნაურია ალბათ, რომ მრჩეველმა მოუწოდა რექტორს გადადგომისაკენ. დღეს ჩვენ შევხვდით რექტორს ავთანდილ ღელეღუტაშვილს, ვთხოვეთ მას, რომ ჩვენთან ერთად მობრძანებულიყო და დებატებში დამჯდარიყო თავისავე მრჩეველთან, მაგრამ მან უარი განაცხადა და ასეთი განცხადება გააკეთა. ის გადის კონსულტაციებს მშვენივრად თავის მრჩეველთან და დებატებში არ სურს მასთან ერთად საუბარი. უცნაურია, თუმცა გუშინვე მედიის თანდასწრებით ელიზბარაშვილმა ერთხელ კიდევ მოიწვია რექტორი დებატებში. მაშინაც მან ღიმილით უპასუხა, რა თქმა უნდა ელიზბარ, ვერ გავიგეთ რექტორის პოზიცია. მეორე კითხვა, რაც გადაცემის შემდეგ კვლავ დარჩება, ეს არის რექტორის დამოკიდებულება ბრალდებებზე. ჩვენ ამ ეთერითაც ვიწვევთ რექტორს და ვთხოვთ, რომ თქვენმა მრჩეველმა თქვენს წინაშე წაყენებული ბრალდებები დაასახელა. თქვენ თუ გაქვთ ამ ბრალდებებზე პასუხი, აღიარებთ თუ არა? მოგესალმებით ბატონ ელიზბარ. მოგესალმებით. ძალიან ისეთი ცხელი დღეები იყო უნივერსიტეტში. დიახ. მე ამ შემთხვევაში სუბიექტური ვიქნები და მინდა რომ დავაფიქსირო ჩემი პირადი აზრი. მე იმ წლებს მოვესწარე, როდესაც უნივერსიტეტში ეგრეთ წოდებული ჩათვლები და გამოცდები 5, 10, 15 ლარი ღირდა და მაშინ ესეთი შთაბეჭდილება იყო, რომ ბაზარს გავდახოვნე, მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ პირობითად ესეთი ხუმრობით დავიწყებ მოდი ჩვენს გადაცემას. მაშინ ეს შენობა თურმე დანიური სახლის ტოლფასი ყოფილა და აი გუშინ წინ დღეს უკვე რაღაც მე მგონი რაღაც სხვა ბაზრობას დაემსგავსა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და იმედია მომიტევებთ. ჩვენ პირველივე კითხვით ასე დავიწყებთ ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ საუბარი. თქვენ ხართ რექტორის მრჩეველი. თუმცა თავის დროზე როცა იყო რექტორის არჩევნები, თქვენ იყავით ერთ-ერთი კანდიდატი. მე ვიცი, რომ აკადემიური საბჭოს რამოდენიმე წევრს ჰქონდა სურვილი, რომ თქვენთვის მაშინ მხარი დაეჭირა. და არა მარტო მე, ეს საზოგადოებისათვის ცნობილი იყო. მაგრამ არჩევნების დღეს თქვენ მოხსენით კანდიდატურა რექტორის მხარდასაჭერად, დღევანდელი რექტორის მხარდასაჭერად. როგორ თვლით დღეს? სწორად მოიქეცით თუ არა? დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის. სამწუხაროა, რომ ამ სტუდიაში დღეს მე მარტო ვიმყოფები ოპონენტის გარეშე. ძალიან საინტერესო იქნებოდა. ბატონი ავთანდილი მობრძანებულიყო და ღიად თავის მრჩეველთან პოლემიკაში დააფიქსირებინა თავის პოზიცია და გაიფანტა ის ყველა ბრალდება, რაც მე წავუყენე ამ ორი დღის წინ ჩემი განცხადების სახით. რა თქმა უნდა, მე ვიყავი ერთ-ერთი რექტორობის კანდიდატი, მაშინაც ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო უნივერსიტეტში. მყავდა ბევრი მომხრე უნივერსიტეტში, როგორც აკადემიური წრეებიდან, ასე უბრალოდ თანამშრომლებიდან. მაშინვე პირველივე შეკითხვა რომ იყო ჟურნალისტების არჩევნების შემდეგ, იყო თუ არა ბატონი ავთანდილის კონცეფცია თქვენს კონცეფციაზე უკეთესი, მე უარი თქვი და თქვი რომ არ იყო ჩემზე უკეთესი ავთანდილის კონცეფცია, მაგრამ მე ვითვალისწინებდი სხვა ფაქტორებს, რომლის გამოც მე მივიღე ეს გადაწყვეტილება. აკადემიურ საბჭოსთან დაკავშირებით იყო მრავალი აზრი, დადიოდა სხვადასხვა ჭორები, ვისაუბრებდნენ ხმას. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ მე არ მოხსნიდი კანდიდატურას, ხმები გაიყოფოდა და არჩევნები ჩაიშლებოდა. იმ პერიოდში მე ჩავთვალე, რომ ყველაზე ოპტიმალური იყო, რომ არჩევნები არ ჩაშლილიყო. არჩევნები ჩაშლილოს რა მოყვებოდა, ეხლა ვიგეტყვით. უნდა გამოცხადებულიყო მოვალეობის შემსრულებლების არჩევნები. კი. რომელსაც თავისი დრო აქვს და პერიოდი, დაახლოებით 90 აკადემიურ პერსონალის წარმომადგენლებს უნდა აერჩია მოვალეობის შემსრულებელი. შემდგომ მას უნდა დაენიშნა რექტორის არჩევნები, ამასაც თავისი პერიოდი აქვს. რამდენიმე თვით უნივერსიტეტი ისევ გადადიოდა ამ ძალიან დაძაბულ საარჩევნო ციებ-ცხელებაში. ასე რომ იმ გადმოსახედიდან მე ვფიქრობდი, რომ ოპტიმალური იყო, რომ ეს პროცესი
რომელიც გაჭიანურებული იყო ერთი წელი ისედაც დაძაბული იყო სიტუაცია უნივერსიტეტში, რომ არჩევნები ჩატარებული იყო, არ ჩაშლილიყო და გაიმარჯვა რომელიმე კანდიდატს. მე რომ დამეტოვებინა ჩემი კანდიდატურა, კიდევ ერთხელ ვამბობ, არჩევნები ჩაიშლებოდა, იმიტომ რომ ვერც ერთი კანდიდატი დარწმუნებით ვამბობ, ვერ მოაგროვებდა საკომარის ხმას აკადემიურ საბჭოში. ეს არის სამი ხმა. მე ფიქრობდი, რომ ერთ-ერთი კანდიდატი იყო ირმა შიოშვილი, მეორე იყო ავთანდილ ღელაკუტაშვილი, იყვნენ სხვა კანდიდატებიც. მე ჩავთვალე, რომ ბატონ ავთოს იცნობდა კოლექტივი, იგი იყო უნივერსიტეტში ცნობილი ადამიანი, კარგი ურთიერთობები ჰქონდა, არჩევთან არ ჰქონდა ცუდი ურთიერთობები, არც ერთ სხვა ადამიანთან, კაცი იყო, ადამიანი, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს ვერ შეაშინებდა და ზეწოლას ან ძალადობას არ დაექვემდებარებოდა, დააბალანსებდა უნივერსიტეტში არსებულ სიტუაციას, დაპირისპირებებს, ეთიკურ ქაოსს. მისი კონცეფცია არ იყო ცუდი, შეიძლებოდა ამ კონცეფციაზე მუშაობა, განვითარება. თავადაც აცხადებდა, რომ გაითვალისწინებდა ყველა კანდიდატის კონცეფციაში არსებულ დადებით მომენტებს. თავადაც აცხადებდა, რომ იგი ბოლოს მოუღებდა უნივერსიტეტში ყოველგვარ პლანურ დაპირისპირებას, შუღლებს, დაამყარებდა დისციპლინას, ადამიანები, რომლებიც რანძღავდნენ უნივერსიტეტს, ალგორ პროფესურას, აკადემიურ წარმომადგენლებს. აქედან გამომდინარე, მე ჩავთვალე, რომ ყველაზე სწორი ხდებოდა მე მეყო ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება ყოველთვის შევცდეთ ჩვენს არჩევანში, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები ხოლმე ქვეყანაში. ადამიანთა უმრავლესობა ვაძლევთ ხმას ერთ კონკრეტულ პრეზიდენტს, რომელსაც უცხადებთ ნდობას, მაგრამ გადის დრო და აღმოჩნდება, რომ ის კარგავს მთლიანად ნდობას, არ წაიყვანს საქმეს სწორად. და შემდეგ ისევ იმედით სრულდება. ადამიანების იცრულდება იმედით. ანუ მე როგორც გავიგე, მაშინ უნივერსიტეტის ინტერესებისკენ დადექით და იმიტომ მოხსენით კანდიდატურა და არა ავთანდილ ღელაკუტაშვილის სასარგებლოდ პიროვნულად. პირველი იყო უნივერსიტეტის ინტერესი და შემდეგ იყო არჩევითი პრინციპი. მაშინ იყო ეს ოპტიმალური გადაწყვეტილება ჩვენ მხრიდან. გამარჯვეთ ტელეფონი. საინტერესოა როგორ განვითარდა შემდეგ უკვე მოვლენები. თქვენ გახდით რექტორის მრჩეველი ძალიან მალე. სხვა კანდიდატი, მაგალითად ირმა შიოშვილს დავასახელებთ, გახდა რექტორის მოადგილე, პრორექტორი ესე რა ვიხმაროთ. როგორ ხდებოდა კანდიდატთა შერჩევა? ძალიან საინტერესო საკითხი არის. ავთანდილ ღელაკუტაშვილის პოლიტიკა საკადრო საკითხებში. გეხსენებათ, მე ვარ მრჩეველი, როდესაც განიხილებოდა შესაძლო პრორექტორების კანდიდატურები, მოგეხსენებათ დავით მახაშვილი აღარ იყო პრორექტორი, იყო საუბარი რექტორთან ერთად, რომ შემოგვეღო ორი პრორექტორის თანამდებობა, ერთი სასწავლო მიმართულების, მეორე სამეცნიერო მიმართულების, ორივე ამ თანამდებობაზე განიხილებოდა სხვადასხვა კანდიდატურები. რა თქმა უნდა, მე როგორც რექტორის მრჩეველი მონაწილეობდი ამ განხილვებში, ანალიზებში. მე მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ როდესაც ქალბატონ ირმა შიოშვილის კანდიდატურა დადგა რექტორთან, პირადად მე ქალბატონ ირმას პიროვნების მიმართ არავითარი საწინააღმდეგო არ მაქვს, მაგრამ მე როგორც მრჩეველი ყოველთვის უნდა დავუსვა ხო რექტორს. რატომ შეაჩერა კანდიდატურა კონკრეტულად ქალბატონ ირმაზე და არა ვთქვათ ვინმე სხვა ადამიანზე, რომელიც უნივერსიტეტში არის. მისი პასუხი ჩვენთან საუბარში იყო ასეთი, რომელიც ძალიან მიგვირდა, რომ ამას გთხოვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. და ამასთანავე ის ამბობდა, რომ თუ ჩვენ ირმა შიოშვილს დავნიშნავთ პრორექტორად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან წამოვა დაფინანსება. ეს იყო მისი არგუმენტი ჩემთან საუბარში, რატომაც უნდა შეგვეჩერებინა არჩევანი ქალბატონ ირმა შიოშვილზე. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს იყო აბსურდი. ასეთი რამე არ ხდება, რომ რექტორებს სამინისტრო მიუთითებდეს. რექტორმა მოიტყუა, ანუ. რა თქმა უნდა. პირდაპირ მოიტყუა. რაც შეეხება მეორე კანდიდატურას, ესე იგი მეცნიერების მიმართულებით პრორექტორის კანდიდატურას, ახაც იყო სხვადასხვა კანდიდატზე
საუბარი იყო საუბარი ქალბატონ ნუნუ გელდიაშვილზე, რომელიც ასევე ძალიან კარგად ცნობილია ჩვენს უნივერსიტეტში. ის კარგად წაუძღვებოდა მიმართულებას, მაგრამ მეორე პრორექტორი არ დაინიშნა. და დღემდე არ არის მეორე პრორექტორი დანიშნული სამინისტროს მიმართულებით. მაგრამ ასევე იყო საუბრები რექტორთან ნუნუ გელდიაშვილის კანდიდატურაზე. და როდესაც მე დაუსვი კითხვა, ესე იგი, თავადაც სურდა მისი კანდიდატურა წარმოეყენებინა, მაგრამ რატომღაც აღარ წამოაყენა და როდესაც მე დაუსვი კითხვა, რა არის პრობლემა ქალბატონ ნუნუსთან დაკავშირებით, ან მის პროფესიონალიზმთან რაიმე ეჭვი არის, რაიმე სხვა ფაქტორი მოქმედებს, მან ისევე მსგავსი პასუხი გამცა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბლოკავს მის კანდიდატურას და არ მოძლევს უფლებას, რომ ქალბატონ ნუნუ დაინიშნოს სამინისტრო მიმართულების პრორექტორად. ძალიან უცნაურია. რა თქმა უნდა, უცნაურია ეს ყველაფერი და სამართლებრივი ფორმა ისეთია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც მე ვიცი და ამ შემთხვევაში სამინისტროს არ აქვს უფლება ესე ჩაერიოს, როგორც ჩემთვის ცნობილია, ხო არ? რა თქმა უნდა, არც უფლება აქვს და არც არავის არასოდეს არ ერეოდა. არც რექტორის არჩევნებში ერეოდა, არც პრორექტორის არჩევნებში ერეოდა და არც ერთ არჩევნებში არ ერეოდა. და ვერ ჩარეობდა ვერასოდეს. მე გიყვებით ბატონი ავთოს საკადრო პოლიტიკა როგორი იყო, თავის მრჩეველთან როგორი არგუმენტებით საუბრობდა შესაძლო კანდიდატურებზე. თქვენ თვლით, რომ რექტორი გატყუებდათ? რა თქმა უნდა. ძალიან ის უხერხული მომენტია, რექტორი უკვე თავის მრჩეველს რო ატყუებს, შესაბამისად ბოლოსში კი გაჩნდა ბრალდებები, როგორც ხედავ. მეც σας გეტყვით, როდესაც რექტორის თავოსნობით ჩავარდა ოპტიმიზაციის პროცესში შეჩერდა, როდესაც მე ცალკე ვესაუბრე შემდეგ რექტორს, რომ რატომ გავაკეთეთ ეს არის საზიანო უნივერსიტეტისათვის, ეს უნივერსიტეტს მიიყვანს კრიზისამდე, მან ასევე ასე გაურკვეველი ფრაზებით მიპასუხა, რომ ზემოდან დამავალეს და ზემოდან იყო მითითება თუ არა და ძალიან გართულდებოდა სიტუაცია. აი სწორედ ოპტიმიზაციაზე მინდოდა თქვენთან დამესვა კითხვა. თქვენ იცით და საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აგვისტოს მერე ძალიან ისეთი ინტერესი, ყველაზე მეტი ინტერესი ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის არის თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მე მახსოვს, როდესაც აირჩიეთ უბრალოდ ავთანდილ ღელეღუტაშვილი, მან თქვა, რომ უნივერსიტეტში უნდა დაწყებულიყო ოპტიმიზაცია და უნდა დაწყებულიყო დროული რეორგანიზაცია. მე მახსოვს, რომ ჩემი რესპონდენტები ძალიან ხშირად ამბობდნენ, რომ უნივერსიტეტში იმდენი სტუდენტი არ არის, რამდენი თანამშრომელიც არის. გაბერილ შტატებზე იყო განსაკუთრებით აქ ყურადღება გამახვილებული. რექტორის ეს დაპირება გამართლდა თუ ვერ გამართლდა? ფაქტია, რომ არ გამართლდა. შედგა ოპტიმიზაცია, შედგა რეორგანიზაცია. ოპტიმიზაცია არ შედგა, ოპტიმიზაცია ჩავარდა. კიდევ ერთხელ ვიმეორე რექტორის თაოსნობით, ხოლო შემდგომი პროცესები, ეს არის ქაოსური გადაადგილებები. ყველასათვის ცნობილი არის, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რომ არის გაბერილი შტატები, მე მგონი სხვა უნივერსიტეტი არ მოიცემება. ასეთი. ეს იყო ნომერ პირველი საკითხი. მისი რექტორად მოსვლის შემდგომ, მისი ინიციატივით შეიქმნა რეორგანიზაციის კომისია. ამ კომისიის თავმჯდომარე იყო ბატონი ალიხო ყვირალაშვილი, ერთ-ერთი პრორექტორი. კომისიის აპარატში შედიოდა იურისტი, შედიოდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, მათ შორის მეც შევდიოდი და კომისიის წევრები იყვნენ ყველა ფაკულტეტის დეკანი და უნივერსიტეტის ყველა სამსახურის ხელმძღვანელი. კომისიამ დაიწყო მუშაობა, ჩვენ მივიღეთ რექტორისგან დავალება, რომ ჩამოგვიყალიბებინა რეორგანიზაციის კონცეფცია, რაც ჩამოვაყალიბეთ. ამ რეორგანიზაციის ჩარჩოში უნდა განხორციელებულიყო ოპტიმიზაცია და კადრების შემცირებები და ასევე თანამშრომელთა შემცირებები. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კრიტერიუმები, რის საფუძველზეც უნდა შემცირებულიყვნენ თანამშრომლები. ეს თანამშრომლები და არა სხვა თანამშრომლები, პროცესი უნდა ყოფილიყო ობიექტური. ჩვენ ვატარებდით შეხვედრებს კომისია ცალკეულ ფაკულტეტებთან, ცალკეულ სამსახურებთან, თავად რექტორთანაც კონსულტაციებს. პროცესი მიდიოდა ძალიან ობიექტურად. ვსჯელობდით კრიტერიუმებზე, საუბრობდით, ვადგენდით, ვამოწმებდით და საბოლოოდ მივედით
კრიტერიუმებზე, რომელსაც ყოველკვირეული თათბირი იყო. არა მარტო ყოველკვირეული, ყოველდღიური და მე მახსოვს ერთი დღე იყო თუ ორი დღე, 2-3 თათბირი იყო დღეში ამასთან დაკავშირებით. ამ რეორგანიზაციის პროცესში ჩართული იყო კომისიასთან მუშაობაში ჩართული იყო ყველა სამსახურის ხელმძღვანელი, ყველა ფაკულტეტის დეკანი, მათ უნდა დაეწერა თავიანთი დასკვნები, კრიტერიუმებზე დამყარებით და ასე შემდეგ, ხო? ეს სამუშაო იყო ძალიან შრომატევადი. და ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ადამიანები, რომლებიც განთავისუფლდებოდნენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თავი არგზნოთ დაჩაგრულად და უსამართლოდ. განთავისუფლება ეს იყო გარდუვალი პროცესი, მაგრამ განთავისუფლება ყოფილიყო ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. ჩვენ დავდეთ კრიტერიუმები. პირველ რიგში ამ კომისიის მუშაობას, ესე იგი, მუშაობის შესახებ აკადემიურ საბჭოს იმსჯელის და აკადემიურმა საბჭომ მოგცვა ჩვენ უფლება, რომ კომისიას დაგვეწყო ამ კრიტერიუმებზე მუშაობა და დაგვიდასტურა თანხმობა. შემდგომ მუშაობის პროცესში ჩვენ საბოლოოდ მივედით და შევაჯერეთ და დავასკვენით, რომ აი ეს კრიტერიუმები არის ყველაზე ობიექტური. კომისიის სხდომაზე დამტკიცდა კრიტერიუმები და სხდომას ესწრებოდა არა მარტო აპარატი კომისიის, არამედ ფაკულტეტის დეკანები და ყველა სამსახურის ხელმოწერებით დადასტურდა. მე შემიძლია გაჩვენოთ ოქმი, თუ გაინტერესებთ კომისიის ოქმი. კენჭისყრას შედგა 18 წევრი იყო მომხრე, არც ერთი არ იყო წინააღმდეგი. წევრები ჩამოთვლილია, მათ შორის თითოეული სამსახურის წევრი. და დამტკიცდა კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც უნდა ეხელმძღვანელა ყველა სამსახურის ხელმძღვანელს, ყველა ფაკულტეტის დეკანს, რომლის მიხედვითაც უნდა დაედოთ მათ შესამცირებელი თანამშრომლების სია, რომელსაც შემდეგ უკვე გადახედავდა კომისია, ხომ არ მოხდა იქ არაობიექტურობა, გაითვალისწინეს თუ არა მათ ადამიანების შემცირებისას კომისიის მიერ მიღებული კრიტერიუმები და გაგვესწორებინა ხარვეზები და უზუსტობები. მათ შორის ჩვენს თავზე უნდა აგვეღო, როგორც რექტორის მხრიდან იყო დავალება უკვე აპარატს, თავად სამსახურის ხელმძღვანელების საკითხიც. ექვემდებარებიან თუ არა ისინი შემცირებას. იმიტომ თავად სამსახურის ხელმძღვანელი სუბიექტური იქნება საკუთარ თავზე გამოიტანოს რაიმე გადაწყვეტილება. ბუნებრივია. ამის შემდგომ უკვე როდესაც დამტკიცდა კომისიაზე აღნიშნული კრიტერიუმები, შემდეგ ბუნებრივია ეს შევიდა წარმომადგენლობის საბჭოზე. წარმომადგენლობის საბჭოზე ასევე დამტკიცდა ეს კრიტერიუმები, რომლის შემდგომაც უკვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უნდა დაიწყო ეს ოპტიმიზაცია. პირდაპირ ბრძანებების სახით მომხდარიყო ამ ადამიანთა განთავისუფლება, რომლებიც არიან სიაში. ჩვენ უფრო მეტის გავაკეთეთ, გავუადვილეთ მუშაობა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და რექტორს. ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე დავდეთ პირდაპირ იმ ადამიანების სია, რომლებიც ამ კრიტერიუმების მიხედვით ხვდებოდნენ შემცირებაში. ეს შეიძლება ჩვენ არც გაგვეკეთებინა. კრიტერიუმების საფუძველზე თვითონაც იყო, რომ დაეხმარეთ კომისია დაეხმარა. რა თქმა უნდა, აქ ამ შემთხვევაში არის მთავარი კრიტერიუმები, რომლებიც იყო დამტკიცებული. აი ამ კრიტერიუმებზე რომ შევჩერდეთ. მე გადავხედე სიას და ნახე რომ კომისიის მიერ შემუშავებულ სიაში იყო საზოგადოებასთან სამსახურის უფროსი პიარის ხელმძღვანელი ესეთი უხეშად რო ვიხმაროთ ალბათ ნელი თკიტიშვილი. ნელი თკიტიშვილი არის სამსახურის უფროსი, თუმცა კრიტერიუმები რომელიც კომისიამ შეადგინა, მას ამ კრიტერიუმებზე ხელი აქვს მოწერილი, როგორც ვთქვათ. რა თქმა უნდა. 18 ხმით მიიღო გადაწყვეტილება. მისი ხელმოწერაც აქ არის. კი, მისი ხელმოწერაც აქ არის. რა მოხდა მერე? ბოლოს დღეს მე ვიცი რომ ქალბატონელი 3 წლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. დიახ. შემდგომ რექტორის თაოსნობით ასევე ეს საკითხი ისევ ხელოვნურად მოხდა შებრუნებული აკადემიურ საბჭოზე. აკადემიურ საბჭოს უკვე გადაწყვეტილება კი არ უნდა მიიღო, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უნდა მიიღო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ წარმომადგენლობით და საბჭომ დაამტკიცა ეს კრიტერიუმები და წარმომადგენლობის საბჭოს დადგენილება უნდა განეხორციელებინა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და რექტორს. დიახ. მაგრამ ადომხას 31 დეკემბერს ისევ
რექტორის თავისუფლებით შებრუნდა ეს საკითხი აკადემიურ საბჭოზე და რექტორი გამოდის მოუდმურობნელად ინიციატივით, ისე რომ კომისიის არც ერთი წევრი არა ვართ, არც გვისაუბრია წინა დღეს და არავითარი კონსულტაციები არ იყო, რომ ჩვენ 31 დეკემბერს, როდესაც არის ახალი წელი, ადამიანებს ხომ არ გაუშვებთ სახლში და მოდით გადავდოთ 6 თვით ოპტიმიზაციის პროცესი. ძალიან დიდი კამათი იყო ამ შეხვედრას ესწრებოდა აკადემიურ საბჭოს წევრების გარდა ესწრებოდა ასევე პრორექტორი ქალბატონი ირმაშიშვილი, ესწრებოდით კომისიის აპარატის ყველა წევრი, იყო ძალიან დიდი კამათი, საათნახევრის მანძილზე ჩვენ კომისიის წევრები უსაბუთებდით რექტორს და აკადემიურ საბჭოს, რომ ოპტიმიზაციის არ განხორციელება რა ზარალს მოუტანდა უნივერსიტეტს. ვასაბუთებდით, რომ პირველი გამოთვლილი ქონდა ჩვენ დაახლოებით თანხების მიხედვით, რა ეკონომიას მოგცემდა 1 წლის მანძილზე ამ შემცირებების განხორციელება უნივერსიტეტს. პირველი, ესე იგი, მატერიალური ეკონომიის შეაძლებლობა იყო დაკარგული ამით. მეორე, შტატები რჩებოდა გაბერილი ძალიან უნივერსიტეტში და მოსალოდნელი რეფორმისათვის თქვენ მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე თვეში უნდა შემოვიდეს ახალი კანონი განათლების, რომლის მიხედვითაც უნდა დაიწყოს უნივერსიტეტის რეფორმირება, ხო? რეფორმისათვის ჩვენ ხდებოდით მომზადებელი. იყო დაუხვეწავი სისტემა, დებულებები, სტრუქტურები. აი ეს არგუმენტები ჩვენ წავიყვანეთ და ამის გარდა უნივერსიტეტში ძალიან დიდი დაძაბული სიტუაცია, რაც კიდევ უფრო ცუდ დაძაბულობას შემოიტანდა. აკადემიურ საბჭოს წევრებიდანაც იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ სურდათ ოპტიმიზაციის გადადება 6 თვით. მაგრამ რექტორის თაოსნობით მან ძალიან ბევრი ისაუბრა და მე ფაქტიურად ხედავდი, როგორ მოახდინა მან მორალური და ფსიქოლოგიური ზეწოლა აკადემიურ საბჭოზე და მიაღებინა გადაწყვეტილება. ამით რექტორმა აკადემიურ საბჭოს შეჭრა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პრეროგატივაში. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ჰქონდა მხოლოდ უფლება განახორციელებდა თუ არა წარმომადგენელი საბჭოს დადგენილებას. უფლებამოსილების გადამატება ქონია. აკადემიურ საბჭო აიძულა შეჭრილიყო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლებამოსილებაში. ოპტიმიზაციის კრიტერიუმები, რომლებიც დადო წარმომადგენლობის საბჭომ, მისი შეჩერება, განხორციელება ან არ განხორციელება იყო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და რექტორის პრეროგატივა. შეეძლო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ეთქვა, რომ მე ამ კრიტერიუმებს არ ითვალისწინებ წარმომადგენლის საბჭოსათვის და მე ოპტიმიზაციას არ ვაკეთებ. მაგრამ ამის თქმა აკადემიურ საბჭოს არ შეეძლო, ეს არ იყო მისი პრეროგატივა. ასე რომ მან ესე თავზე მოახვია თავს აკადემიურ საბჭოს თავისი ესე იგი შეხედულებები, რომ უნდა გადავდოთ, იმიტომ რომ 31 დეკემბერია და ადამიანებს სახლში ხომ არ გაუშვებთ. არა და ჩვენ ვიცით, რომ სწორედ 31-ში უწყდებოდათ ხელშეკრულება და ეს ისედაც ცნობილი იყო, ხო? იმ ადამიანებს უმრავლესობას, ხო? ასე რომ თან რაც შეეხება მთელი ეს პროცესი ისე მიმდინარეობდა, რომ ადამიანებმა თვითონვე შეადგინეს თავისი რეიტინგები. ეს არის ყველაზე საინტერესო, რომ არ არის ისეთი ბევრი პრეცედენტი შემცირებები, როდესაც ხდება უნივერსიტეტებში, ასეთი დახვეწილი სისტემა მე არ მაქონდება უნივერსიტეტებში. ჩვენ შევიმუშავეთ თანამშრომლთა რეიტინგის შეფასების სისტემა, რომელიც გამოიხატება ქულებით, გაწერილი პირდაპირ. ხელმძღვანელობა უბრალოდ თავიანთი თანამშრომლების მონაცემები დოკუმენტების დონეზე უნდა მიიღონ, გადახედონ და ჩაწერონ ქულები. ნებისმიერ თანამშრომელს შეეძლო ამ შეფასების სისტემის მიხედვით თვითონვე სახლში დამჯდარიყო და თავისი დოკუმენტების შეთანადებით ამ კრიტერიუმებთან გამოიყვანა თავისთვის ქულები. და მიხვდებოდა ის კონკურენციაში ვისთანაც დგას, მას ჯობნიდა ქულები თუ არ ჯობნია ქულებით. ყველა თანამშრომელი ვინც ხდებოდა შემცირებაში, აბსოლუტურად ობიექტურად იაზრებდა ამას, რომ არავინ არ მცირდებოდა უსამართლოდ. არავითარი პრობლემა არ იყო ამაში. სასამართლოში წასვლაც არ იყო პრობლემა, იმიტომ რომ ყველაფერი იყო ობიექტურად. მაგრამ რექტორმა გააკეთა ასე და მან ეს გააკეთა ერთპიროვნულად. მიზეზი იყო ის, რომ როდესაც მან დაინახა, რომ ამ შემცირების სიაში ხდებოდნენ ადამიანები, რომელთა განთავისუფლება მას არ სურდა. ეს იყვნენ მისი მეგობრები, მისი სანათესაო წრიდან ადამიანები, მან ვერ გააკეთა ეს შემცირებები. გასაგებია. მე ერთი კითხვა გამჩნდა, რექტორმა მაშინ ეცხომარა თქვა განათლების სამინისტროდან თხოვესო.
ოპტიმიზაციის შეჩერება? ოპტიმიზაციის შეჩერების შემდგომ მე ვესაუბრე როგორც გითხარით რექტორს და ყოველთვის ამბობდა რომ მე ზემოდან მითხრეს, დამავალეს. როდესაც მე ვეკითხებ, საერთოდ ჩვევია ბატონ ავთოს, ვინც მის კაბინეტში ყოფილა უნივერსიტეტის მაღალი თანამდებობებიდან, როდესაც რაიმე გადაწყვეტილებას ღებულობს და ეუბნებით თუ დამისაბუთე, რატომ ყოველთვის ხელს იშურს სადღაც ზევით. ეს არის ან სამინისტრო, ან პარლამენტის კომიტეტი, ან ადგილობრივი მმართველობა და ასე შემდეგ. ძალიან ხშირად არც საზუსტებს ამბობს, რომ ზემოდან დამირეკეს. კი. ეს არის უბრალოდ არასერიოზული რექტორის მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო ტყუილები, ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რითიც მან თავისი ხალხი გადაარჩინა შემცირებებისაგან. საკუთარი კადრი. ანუ ამბობთ რომ ნეპოტიზმია. რა თქმა უნდა, ნეპოტიზმია. თქვენ როგორც მრჩეველი ინფორმირებული იყავით რომ პოლიტიკური პარტიის შეხვედრა და ეგრეთ წოდებული არჩევნები უნდა გამართულიყო უნივერსიტეტში. მოდი ხალბატონო მაგა ჯერ ეს თემა მივიყვანოთ ბოლომდე. კი ბატონო. შემდეგ რა ხდება? კარგით, აკადემიურმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც 6 თვით გადაიდო ოპტიმიზაცია. კი. და ასე ეს მოხდა 31 დეკემბერს. 31 დეკემბერს და იქ დადგენილებაში იყო კიდევ ერთი პუნქტი, რომ შემცირებაში შესული თანამშრომლები გადავიდნენ საგამოცდო ცენტრში. კი, გეთახმებით, მასა იყო. ეხლა შემდგომი პროცესი როგორ განვითარდა? თუ კი რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ითვალისწინებენ აკადემიურ საბჭოს დადგენილებას, მაშინ უნდა მთელი პროცესი მიყვეს აკადემიურ საბჭოს დადგენილებას და ამ დადგენილების მიხედვით უნდა შესრულდეს. ხო? და ეს უნდა იყოს სტანდარტი. თუ არ ითვალისწინებენ, მაშინ წარმომადგენლების საბჭოს დადგენილება იყო და პირდაპირ ოპტიმიზაცია დაიწყოთ. თუ არც ერთს და არც მეორეს, მაშინ მას უნდა ჩამოეყალიბებინა თავად რაღაცა სტანდარტები, რომლის მიხედვით წავიდოდა პროცესი. მაგრამ ასეთი რაიმე სტანდარტები არ გამოცხადებულა ოფიციალურად რექტორის მხრიდან იყო გაცხადებული, რომ აკადემიურ საბჭოს დადგენილების მიხედვით მოქმედებთ. ხო? აკადემიურ საბჭოს დადგენილების მიხედვით 6 თვით გადაიდოს ოპტიმიზაციის პროცესი, ეს ნიშნავს, რომ შემცირების სიაში მოხვედრილი თანამშრომლები 51 იყო ესეთი თანამშრომელი, მათ უნდა გაუფორმდეთ მხოლოდ 6 თვიანი ხელშეკრულება. 6 თვით გადადება შემცირების პროცესის ნიშნავს, რომ მათ ეხლა არ ანთავისუფლებ, მაგრამ 6 თვით გაუგრძელებ ხელშეკრულებას. მაგრამ ასე არ მომხდარა. ზოგს 6 თვით აქვს იმ სიიდან, ზოგს 3 წლით, ზოგს 2 წლით და ასე შემდეგ. ანუ ეს ნიშნავს, რომ რექტორმა იგნორირება გაუკეთა. მეორე დებულება რომელიც იყო, რომ სპეციალისტები გადანაწილდნენ საგამოცდო ცენტრში, ეს არ განხორციელდა. სიაში შესული სპეციალისტებიდან ზოგიერთი გადანაწილდნენ საგამოცდო ცენტრში, ზოგიერთი დარჩენ ადგილზე, ზოგიერთები გადავიდნენ სრულიად სხვა სამსახურში და ერთი პიროვნებაც იყო, რომელიც შემცირების სიაში არ ყოფილა, მაგრამ გადაიყვანეს საგამოცდო ცენტრში რატომღაც. მე ამასთან დაკავშირებით ბევრჯერ შევედი რექტორთან და ვეკითხებოდი. ეს არის ქაოსური გადაადგილებები. ჩვენ თუ აკადემიურ საბჭოს დადგენილებას პიროვნება იყო ნიკა ესიტაშვილი. დიახ, მას ჰქონდა შემოტანილი განცხადებაც. იგი იყო IT სამსახურის თანამშრომელი იყო ოფიციალურად. ეს რატომ მოხდა ეს გრძელი ისტორია და ამაზე შეგვიძლია საუბროთ. და ის მოითხოვდა, როგორც ჟურნალისტი, თავის კვალიფიკაციით და გამოცდილებით მოითხოვდა, რომ რეორგანიზაციის პროცესში საკუთარ თავის კვალიფიკაციის მიხედვით დაისაქმებინა უნივერსიტეტს და კვალიფიკაციის მიხედვით ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უნდა გადაიყვანათ. მაგრამ ის აღმოჩნდა საგამოცდო ცენტრში. მე ამასთან დაკავშირებით ველაპარაკე რექტორს, მაგრამ მას პასუხი არ ჰქონდა. ჩვენ გვაქვს უნივერსიტეტის შინაგანა წესი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაცია ვალდებულია ნებისმიერი თანამშრომელი დაასაქმოს მისი კვალიფიკაციის მიხედვით. ამ შემთხვევაში შინაგანა წესი დაირღვა. ეს ერთი მომენტი არის. ასე რომ, საგამოცდო ცენტრში გადავიდნენ ადამიანები, რომლებიც ვერ სარგებლობდნენ რექტორთან
და რექტორის საახლობლოსთან, სამეგობრო სანათესაოსთან სიმპათიით დანარჩენები, რომლებიც სარგებლობდნენ ისინი დარჩნენ ადგილებზე, ან გადავიდნენ სულიად სხვა სამსახურში. აქ მე ხედავ ნეპოტიზმის ნიშნებს. ასევე ნეპოტიზმის ნიშნებს ხედავ იქ, როდესაც ამბობენ, რომ 6 თვით გადავდოთ ოპტიმიზაცია, ზოგს უგრძელდება მხოლოდ 6 თვით, ხოლო ზოგს უგრძელდება 3 წლით. სიაში შესული ადამიანებიდან. ძალიან უცნაურია, მაგრამ მე მახსოვს რექტორის განცხადებები სწორედ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით და ის რეორგანიზაციის დროს საუბრობს, რომ დამლაგებელთა სია იყო, მაგრამ მე გამოვითხოვე ესია და აღმოვაჩინე, რომ იქ იყვნენ უდიპლომო ადამიანები პირველი. კრიტერიუმების მიხედვით საუბრობ. მეორე, სულ რამოდენიმე დამლაგებელი იყო იქ და სულ დამლაგებლები არ ყოფილან. იქ იყვნენ თანამშრომლები, რომლებიც თავისი კვალიფიკაციის მიხედვით არ იყვნენ დასაქმებულნი. აღმოვაჩინე კი რამოდენიმე გარემოება. შეიძლება ეხლა მე გამოვხდეს ამიტომ. კრიტერიუმებს მოვიმარჯვებ თუ არ ეწყიდება ჩვენს მაყურებელს. და მათ ჰქონდათ კრიტერიუმებში ასეთი რამე გაწერილი, რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ დიპლომი. მე მგონი ეს სავალდებულოც არის უნივერსიტეტში რომ მუშაობ, მინიმუმ დიპლომი. უმაღლესი განათლების დიპლომი. კი. არ უნდა მუშაობდეს უნივერსიტეტის გარეთ სხვა დაწესებულებაში. არ უნდა იყოს საპენსიო ასაკის. ანუ ჩვენ აქ შევხვდით ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება კვალიფიკაციაც ჰქონდათ, გამოცდილებაც ჰქონდათ, შრომაც ჰქონდათ, მაგრამ მათ ჰქონდათ საპენსიო ასაკი. ამ შემთხვევაში შრომითი კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში ხომ არ მოვდიოდით. ანუ შრომის კოდექსი გვავალდებულებს თუ არა, რომ საპენსიო ასაკის მქონე ადამიანები გავანთავისუფლოთ ან დავტოვოთ. თუმცა მეორე მომენტია, მე იურისტებთან რო გავიარე კონსულტაცია, მათ მითხრეს, რომ ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ანუ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის გადასაწყვეტი. და ამ შემთხვევაში კომისია იყავით თქვენ ამ უნივერსიტეტის და თქვენ უნდა გადაწყვიტეთ, კრიტერიუმები დაადგინეთ, სია გაამზადეთ, გადაეცით. პრაქტიკულად 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იმუშავეთ. რიღაცთვის იმუშავეთ. იმისთვის, რომ 31 დეკემბერს ისევ ერთპიროვნულად რექტორს შეეცვალა გადაწყვეტილება. ანუ ჩვენ მივიღეთ თუ არა ერთპიროვნული მართველი, მე ამ კითხვის დასმა მინდა. უნივერსიტეტს აქვს სრული უფლება, როდესაც ატარებს ოპტიმიზაციას და შემცირებას, დააწესოს თავისი კრიტერიუმები. როგორ ხედავთ თქვენ, შემცირება მიმდინარეობს რაიმე ორგანიზაციაში, დავანებოთავე უნივერსიტეტს, მცირდებიან ახალგაზრდები, ხოლო საპენსიო ასაკის ადამიანები რჩებიან. ჩემთვის ეს მიუღებელია, პირადად ჩემთვის მაგალითად. რა თქმა უნდა, ერთ-ერთ კრიტერიუმად იყო, აუცილებელ კრიტერიუმად იყო ჩადებული საპენსიო ასაკი. მაგრამ რექტორი არ ასახელებს ამ პუნქტებს, იცით საუბრს, როცა მედიასთან უწევს საუბარს და ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას. სხვათა შორის ბატონი ავთოსთან კონსულტაციებისა და შეთანხმების საფუძველზე ჩაიდო საპენსიო ასაკი როგორც კრიტერიუმი. ანუ მისი ერთ-ერთი ინიციატივა იყო სწორედ. რა თქმა უნდა. აქ კრიტერიუმებში არაფერი არ ჩადებულა რექტორთან შეთანხმების გარეშე. ჩემი სტუდენტები ამის მერე ბატონელის ბარს ნუ გაუწყრებით. ეს მისი ინიციატივა არ ყოფილა და მინდა ასეთი რამეზე განმარტება. არა მარტო რექტორთან, ბატონო მაკა კომისიის აპარატთან და კომისიის ყველა წევრთან, ყველა სამსახურის ხელმძღვანელი, ყველა დეკანი ეთანხმებოდა ამ კრიტერიუმებს, იმიტომ რომ ხელი მოაწერეს და ხმა მისცეს. სწორედ მაგის განმარტება მინდოდა, როცა ახლა ფაკულტეტის დეკანი ხარ, სამსახურის უფროსი ხარ, უნივერსიტეტში მუშაობ საკმაოდ სერიოზულ თანამდებობაზე, გაქვს განათლება, გამოცდილება, კითხულობ ამ კრიტერიუმებს, ეთანხმები, ხელს აწერ. რატომ გამოჩნდა ბოლოს ისე, რომ როცა რექტორთან ისმება კითხვა, რომ ელიზბარაშვილი, თქვენ ბრალს გიყენებთ და რატომ ხომ არ იცით, ის იმ წუთში რეორგანიზაციას იხსენებს. იმ რეორგანიზაციის ავტორი თქვენ ხომ არ ყოფილხართ? იქ იყო 18 ადამიანით დაკომპლექტებული კომისია. რა თქმა უნდა. შორის თავად რექტორი თავისი ინიციატივებით. ანუ რატომ წამოვიდა მთელი ეს ბრალდებები მრჩეველზე, მრჩეველი რომელიც ახლა ზიხართ და მიყვებით რომ თქვენ ეს ურჩიეთ და რექტორის პასუხი სულ განათლების სამინისტრო იყო კიდე. ძალიან ისეთი
კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდით. დიახ. საერთოდ ქალბატონო მაგა რაც ხდება უნივერსიტეტში აი 31 დეკემბრის აკადემიური საბჭოს ხდომის შემდგომ ამას არც რეორგანიზაცია ქვია, არც ოპტიმიზაცია, ეს არის ქაოსური გადაადგილებები რექტორის ერთპიროვნული მითითებებით. ქაოსური გადაადგილებებია, იმიტომ რომ სრულდებოდეს აკადემიური საბჭოს დადგენილება, მაშინ საგამოცდო ცენტრში უნდა იყვნენ სხვა ადამიანები, ამათ გარდა. ზოგიერთი ადამიანი არ უნდა იყოს საგამოცდო ცენტრში. ყველას უნდა კონდეს სიაში შესულ ადამიანებს, მხოლოდ 6 თვით გაფორმებული ხელშეკრულება და ასე შემდეგ. ასე რომ აკადემიური საბჭოს დადგენილებაც ირღვევა, რაზეც აპერირებს რექტორი, რომ მის მიხედვით მოქმედებთ. კი ბატონო, მიიღო რექტორმა გადაწყვეტილება, მიიღო აკადემიურმა საბჭომ, რომ გადაიდოს 6 თვით ოპტიმიზაცია. დავით ახლა რატომ არ არის 6 თვიანი ხელშეკრულებები გაფორმებული იმ თანამშრომლებთან, რომლებიც იყვნენ შემცირების სიაში? ეს ძალიან საინტერესო კითხვა, ანუ ამ შემთხვევაში ახლა რექტორმა თავად არის სურვა დებატებში ჯდომა რაღაც ოპონენტის როლში მე გამოდივარ, მაგრამ ბატონო საერთოდ არ აქვს ამ კითხვებზე პასუხი, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ მე მასთან პირისპირ ვისაუბრე ამ თემებზე და მას არ ქონდა არანარი პასუხი ამასთან დაკავშირებით. მას აქვს რაღაცა ზოგადი რაღაც ფრაზები, რითიც ან პასუხს აირიდებს, ან სხვა თემაზე გადავა. რა ინტერესი ქონდა? აი რეორგანიზაცია რო გადადო, რაღაც ქვენა ინტერესი. მან გამოუცხადა უნივერსიტეტის მთელ საზოგადოებას საგდო დარბაზში, რომ 31 დეკემბერს მე მოგევლინე თოვლის ბაბუად. მოგეთ რომ ძალიან უხერხულია ახლა რექტორი თოვლის ბაბუა. თოვლის ბაბუა მე არ ვიცი ახლა იმ 20 ამის გამო ქალბატონო მაკა თოვლის ბაბუა იყო თუ არა, ჩვენ გვაქვს უკვე ფინანსური კრიზისი უნივერსიტეტში, იმიტომ თქვენ თუ გადახედავთ აი წლის მომავლის ბიუჯეტს, არ არის შესული არც პრემიები სტანხა და არც მეცემეტე ხელფასის შესახებ არაფერი. შტატები რჩება გაბერილი, მაგრამ გარდა ამისა კიდევ დაემატა შტატები უნივერსიტეტს. 5-6 შტატი კიდევ დაემატა. გარდა იმისა, რაც იყო უკვე ახალგაზრდებს დაეკეტათ გზა იმისათვის თავიანთი პროფესიონალიზმი, ენერგია და შემართება გამოიყენებინათ უნივერსიტეტის განვითარებისათვის, ხო? იმიტომ რომ საპენსიო ასაკის ზღვარი, ესე იგი, კიდევ გადაიდო ხომ და არ ამოქმედდა. და ამიტომ დღეს ვართ ჩვენ სრულ კრიზისში. ამის გარდა ეთიკური ურთიერთობები არ მოწესრიგდა, რაც არის ცალკე საკითხი. რაც იყო ასევე რეორგანიზაციის ერთ-ერთი მიმართულება, მოწესრიგებული იყო ეთიკური ურთიერთობები უნივერსიტეტში და უნივერსიტეტის გარეთ. ამაზე შედგა ცალკე სტრატეგია, ჩამოყალიბდა, რომელიც კომისიამ გააკეთა, ასევე რექტორმა მოიწონა, მაგრამ მექანიზმი არ აამუშავა. მარტივად გეტყვით, რა იყო ეს მექანიზმი? მაგალითად, ჩვენ ცხოვრობთ ახლა 21 საუკუნეში და არავინ არ მითხრას, რომ მხოლოდ ტელევიზია არის ინფორმაციის გავრცელების საშუალება. ჩვენ დიდი ხანი აღარ უყურებთ ტელევიზორს. Facebook-ით ხდება რევოლუციები ქვეყნებში და ოფიციალური მაღალი პირები Facebook-ით აკეთებენ განცხადებებს ხოლმე, ხო, ელექტრონული მედიით. ასე რომ რა იწერება ამა თუ იმ ორგანიზაციის გარშემო, თუნდაც Facebook-ში, ეს არ არის უმნიშვნელო. მას უნდა მიეცეს მნიშვნელობა და ყურადღებათ უნდა ვადევნოთ თვალყური, ხო? Facebook-ში იყო ლანძღვა უნივერსიტეტის, მისი ცალკეული პროფესორის, დაწყებული აკადემიური საბჭოდან, წარმომადგენლის საბჭო, ყველა რგოლი იყო გალანძღული ამა თუ ადამიანების მხრიდან, ზოგიერთი იყო სტუდენტი ჩვენი უნივერსიტეტის, ზოგიერთი იყო გარეთ მყოფი ადამიანი სხვა პროფესიის და ეს ლახავდა უნივერსიტეტის იმიჯს მთლიანობაში, არა? იმისათვის რომ გამოსწორებულიყო ეს სიტუაცია, ჩვენ გვაქვს ეთიკის კოდექსი. ეთიკის კოდექსის მიხედვით არ შეიძლება უნივერსიტეტის სტუდენტმა ლანძღოს უნივერსიტეტი ან მისი რომელიმე თანამშრომელი. თუ უნივერსიტეტის სტუდენტის შედეგს ვერ ახედავს? უნდა აკრიტიკოს, კრიტიკა უნდა იყოს და არა ლანძღვა. აქ არის დიდი ზღვა. გითანხმებით კრიტიკასა და ლანძღვას შორის რომ ზღვარი არის. აბსოლუტურად კრიტიკა, ჩანსაღი კრიტიკა, თუნდაც იყოს რადიკალური კრიტიკა. მისაღებია, თუ არ არის იქ ლანძღვა, თილიკი, აბუჩა დაგდება რომელიმე ადამიანის მიმართ, ხო? მექანიზმი ასეთ შევთავაზეთ ბატონ ავტორს, რომ
თუ კი უნივერსიტეტზე ან მის რომელიმე პროფესორზე დაიწერებოდა სალანძღავი სიტყვები და არა კრიტიკა, ეს კონსტიტუციური უფლება ნებისმიერ ადამიანის, მაშინვე საზოგადოებრივი ურთიერთობის სამსახურს უნდა პერიოდულად ეწარმოებინა მონიტორინგი სხვადასხვა საიტებზე, მედიაში ზოგადად. ესეთი ფაქტები აღენუსხა ამოებეშდა და იურიდიულ სამსახურთან შეთანხმებით გაეკეთებინა იმავე ვებგვერდზე განცხადება ამ პიროვნების მიმართ, რომ თქვენ არ უღებთ ამ და ამ კანონს, თქვა ამ ეთიკის ამ და ამ კოდექსის ნორმას არ უღებთ, თუ გაფრთხილება, ძალიან გთხოვთ, რომ განაგზეთ კრიტიკა ეთიკური თავი შეიკავით ლანძღვისაგან. ლანძღვისაგან, მაგრამ კრიტიკა განაგზეთ ეთიკის ნორმების დაცვით, ხო? ამ გაფრთხილების შემდგომ თუ ეს პიროვნება კვლავ გააგრძელებდა იგივე სალანძღავი სიტყვებით რომელიმე პროფესორის მიმართვას, შემდგომ ეს ამ ადამიანის მიმართ უკვე უნდა გამოეტანათ კონკრეტული გადაწყვეტილება რექტორს, თუ ის რომ ჩვენი სტუდენტი უნდა გადაეცათ ეთიკის კომისიისათვის, თუ ის არის გარეშე პირი, უნივერსიტეტს უნდა მიემართა სასამართლოსათვის. ეთიკის კომისიაში რომ მივიდოდა საქმე, შემდეგ ეთიკის კომისია ჩაერთვებოდა ამაში, განიხილავდნენ, დაადგენდნენ, დისციპლინარულ სასჯელს გამოუტანდნენ, იმის მიხედვით რა ზომის დარღვევა არის, გაფრთხილებას მისცემდნენ საყვედურს, თუ ყველაზე უმაღლესი არის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. თუ თანამშრომელი არის, უმაღლესი ზომა იქნებოდა განთავისუფლება თანამშრომელის, ხოლო თუ არის გარეშე პირი, უკვე სასამართლო გადაწყვეტდა. ეხლა როგორ ხდებოდა? რექტორმა მოიწონა ეს მექანიზმი, დავდეთ ჩვენს ვებგვერდზეც, კომისიაში იყო მსჯელობა ამაზე და არავის არ გამოუთქვია ამ ჩვენი ინსტრუქციის მიმართ რაიმე უკმაყოფილება, მაგრამ გადის დრო და ეს ინსტრუქცია არ მოქმედებს. მე რექტორს მიმართე რამდენჯერმე რომ აი ხო ჩვენ მივიღეთ ეს ინსტრუქცია. რატომ არ აღნუსხავს საზოგადოებრივი ურთიერთობის სამსახური რანძღვაგინებებს? რატომ არ უთანხმებს შემდეგ ამას უნივერსიტეტის იურის, რატომ არ აკეთებენ პირველ გამაფრთხილებელ განცხადებას ამა თუ იმ საიტზე, ვებგვერდზე კონკრეტული პიროვნების მიმართ? პასუხი მას არ ჰქონდა. იმიტომ რომ ის ვერ დაავალებდა საზოგადოებრივი ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ამას, იმიტომ რომ ქალბატონ ნელიძგიტიშვილს ეს არ სურდა. უფრო მეცაც გეტყვით, ქალბატონ ნელიძგიტიშვილი 100 სტუდენტს აჯილდოებდა კიდევაც სერტიფიკატებით. რომელსაც გამორჩეული სერტიფიკატი მოიძიეთ და ნახავთ. ასე რომ ეთიკური ურთიერთობები ისე დაიძაბა დღეს, რომ რექტორმა ვერ დაამყარა დისციპლინა და ვერ ჩასვა უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსში, შინაგანად წესში და წესდებაში. ეს კიდევ ერთი ბრალდება არის ჩემი, რამაც მიიყვანა უნივერსიტეტი უკვე მორალურ კრიზისამდე. ცალკე ფინანსური კრიზისი, ცალკე მორალური კრიზისი. საკმაოდ მძიმე სურათია უნივერსიტეტში. რო ვფიქრობ უნივერსიტეტზე ცუდად ხდება და სხვა შორის სოციალურ მე ხშირად ვხვდებ ხოლმე პოსტებს, ზოგი მოგწონს თქვენ, ზოგი არა, ასევე უნივერსიტეტში უხუშინ მაგალითად საზოგადოებას მიუსამძიმრე უნივერსიტეტის გარდაცვალება. მოდი ჩვენ მინდა რომ გადავიდეთ იმ ბრალდებებზე, რომელ ბრალდებებზეც თქვენ გქონდათ საუბარი ცენტრალურ არხებთან. მე არ ვიცი ახლა ბატონი რექტორი როგორ უდრება ამ ბრალდებებს, მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ რაღაც საზოგადოება დაინტერესდა. კითხვის ნიშნები გაჩნდა. ადამიანი ნოემბრის მერე 3 თვეა სულად რექტორია და 3 თვის თავზე დღეს თუ არა ვცდები არის 6 რიცხვი, ხო? ზუსტად 3 თვე შესრულდება მზე 8 თებერვალს, რაც იგი რექტორია და საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, რომ ესეთი მალე როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო მრჩეველსა და რექტორს შორის ასეთი დაპირისპირება. მე მქონდა კიდეც ესეთი კითხვა. მრჩეველი რომ მოგიწოდებს რექტორს, გადადექი. რა უნდა გააკეთო და ეს მე ვერ მივიღე ესეთი პასუხი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მახსოვს თავად რექტორი რო იყო მრჩეველი. მაგრამ არ მახსოვს რას ურჩევდა ხოლმე მაშინ რექტორს. არც არ მახსოვს. რა თქმა უნდა, ეს არის მართლაც კურიოზული სიტუაცია არის, ცოტა ვსუბუქად რომ შევხედო. რა ტრაგიკომედია. როდესაც რექტორის მრჩეველი მოუწოდებს რექტორს გადადგომაზე. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი უკანასკნელი რჩევა მის მიმართ. რა თქმა უნდა, მე ამ რჩევით არ დამიწყია.
მე დავიწყე სულიად სხვა რჩევებით და იმ რჩევებით, რაც მე თქვენ გითხარით, მოწვლისთანავე უნდა დაემყარებინა უნივერსიტეტის დისციპლინა, უნდა აღმოიფხვრა ყოველგვარი დაპირისპირებები, კონფლიქტები, შუღლები. რა არის ამის მექანიზმი? ეთიკის კოდექსი, წესდება და მისი ამოქმედება. სხვა რაიმე კაცობრიობას კონფლიქტების დარეგულირების არ მოუგონია გარდა კანონის აღსრულებისა, ხო? კი, გეთანხმები. მე ყოველთვის ურჩევდი, ამაზე მქონდა ცხარე კამათები. მაგრამ ის მეუბნებოდა, ეხლა არ გვინდა და ძალიან სასაცილო გამოთქმა, ჩვენ ეხლა ბომბებზე ვზივართ. რომელ ბომბზე ვზივართ? ეს არ ვიცი, ეხლა მე უკონკრეტებდი, ეს არ ვიცი, ეს არის მისი საყვარელი გამოთქმა, როდესაც რაიმეს მოსთხოვ, რომ ეს უნდა გაკეთდეს და ამას მოითხოვს სიტუაცია, ამას მოითხოვს კანონი, უნივერსიტეტის პერსპექტივა. უნივერსიტეტი დიდი ხანია ბომბზე, მაგაში ვეთანხმები რექტორს, მაგრამ იმიტომ აირჩიეს მე მგონი რექტორად და იმიტომ იყო ამხილად დავა და კამათი იმაზე რომ რექტორი არჩეულიყო და საქმის გამკეთებელი ყოლოდა რომ ის ბომბი გამქრალიყო და მაშინ მართლა ერთი ბომბი იყო და ეხლა მე მგონი რექტორი მართალია ბევრი ბომბი. ნებისმიერი რჩევა, რასაც მე ვაძლევდი, დაწყებული ეთიკური დისციპლინის დამყარებით. დაწყებული ოპტიმიზაციის გატარებით, შემდგომ ოპტიმიზაციის თქვა შეჩერების შემდგომ საერთო სტანდარტებით იმ გადაადგილებების რაც რომ ქაოსის სახე არ მიიღო მას და უკმაყოფილება არ ყოფილიყო, მისი პასუხი იყო რომ ეხლა არა, ჩვენ ეხლა ბომბებზე ვხედვართ, ეს მეტაფორა რას ნიშნავს. არ ვიცი, მეც აღარ მიკონკრეტებდა არასოდეს და მაცალეთ ჯერ ბომბებზე ვზივართ ხო? რექტორს მრჩეველისთვის არ მოусმენია ფაქტია. ან მოусმენია და შედეგები არ დაუდი, ანუ მისი რჩევა არ გაუთვალისწინებია. რა თქმა უნდა მოусმენია, ის იზოლებული იყო ჩემთვის მოესმინა, მე მასთან მქონდა ყოველდღიური შეხვედრები, მაგრამ რჩევებს არ ითვალისწინებდა. მე მას ვაფრთხილებდი. თუ ჩვენ თავიდანვე უნივერსიტეტს არ მოვაქცევთ კანონის ფარგლებში. ეს არის წესდება, ეთიკის კოდექსი, შინაგანა წესი და საერთო საქართველოს კანონმდებლობა და უმაღლესი განათლების კანონი. თქვენ უნივერსიტეტს ვერ დააყენებთ ფეხზე. ვინმე სხვა მრჩეველი ხო არ აყავს? ოფიციალურად არ აყავს. ისე თუ ვინმე ურჩევს კი. ყოველთვის ურჩევდი და ვაფრთხილებდი. ბატონო ავთო, თუ თქვენ ამ ნაბიჯს გადადგამთ და ამას არ გააკეთებთ, ეს შემოუბრუნდება ისე უნივერსიტეტს და ჩვენ მივიღებთ ზარარს. კიდევ ვაფრთხილებდი სხვა თემაზე, რომ არ გადადგათ ეს ნაბიჯი, არ გადადგათ, მაგრამ ის ყოველთვის მოიშვლიებდა რაღაც უგად ფრაზებს. მივართ კრიზისამდე და დღეს მივედით სრულ კრიზისამდე, რომლის კულმინაციაც იყო, რომ სტუდენტებზე თვითმმართველობის პრეზიდენტმა ბატონ ზურაბ გრიშაშვილმა გააკეთა განცხადება, პოლიციაც იყო გამოცხადებული, რომ წარმომადგენელი საბჭოს სტუდენტებზე იყო ზეწოლა ამ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით, პოლიციაც კი იყო მოსული, ოქმით შედგა, მოკვლევა უნდა დაწყებულიყო, ეს კიდე ცალკე თემაა, მე დაჟინებით რომ მოვითხოვდი მოკვლევის დაწყებას, მაგრამ რექტორს არანაირი რეაგირება არ ჰქონდა ამაზე, ეს იყო კულმინაცია ამ ყველაფრის და მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ რექტორს მოუწოდე, რომ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, იმიტომ რომ როდესაც რექტორი ვერ ფლობს უნივერსიტეტს, ვერ აკონტროლებს ეთიკურ სივრცეს უნივერსიტეტის, აყენებს უნივერსიტეტს ეკონომიკურ ზარალს, შტატებს ტოვებს გაბერილს და კიდევ უფრო ამატებს შტატებს და მოუმზადებელს რეფორმისათვის, ხო? ახალგაზრდებს უკეტავს გზას, ხო? და ასე შემდეგ. უნივერსიტეტში შემოყავს პარტია და პოლიტიკურად ანგაჟირებული ხდება, ხო? ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რექტორი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, მაგრამ მე როგორც მრჩეველი ვასრულებდი ჩემს მოვალეობას, იმიტომ რომ მე გადაწყვეტილებებს არ ვღებულობ. ჩემი მოვალეობა მივცეს სწორი რჩევები. და თუ ის არ გაითვალისწინებს, მე ვაფრთხილებდი, ის მისი ბრალია, ხო და არა ჩემი ბრალი. ანუ თქვენ სისტემატიურად აფრთხილებდით ურჩევდით, რა თქმა უნდა, იყო ცხარე კამათების. ბოლო რჩევა იყო, რომ გადადგეს. მე დავფიქრდი, როდესაც ვაკეთებდი განცხადებას ცენტრალურ ტელევიზიებთან, დავფიქრდი, გამეკეთებინა განცხადება ჩემს გადადგომაზე, თუ რა ფორმა მიმეც ამ ყველაფრისათვის და შემდეგ სამართლობის პრინციპიდან გამომდინარე მივხვდი რომ რატო უნდა გადავდგე მე, როდესაც მე ვასრულებ ჩემს მოვალეობას. თუ არის ორი თანამდებობა, რექტორი და რექტორის მრჩეველი. რექტორის მრჩეველი თუ არ ასრულებს თავის მოვალეობას, არ ღვევს წესდებას, ეთიკის კოდექსს, უნივერსიტეტი შეყავს კრიზისში და არის მრჩეველი, რომელიც ყოველთვის ურჩევს. ეს არ გააკეთო, ეს არ გააკეთო, ეს არ გააკეთო, სწორ რჩევებს აძლევს და ასრულებს თავის მოვალეობას. ვინ უნდა გადადგეს?
მრჩეველი თუ რექტორი. თუმცა მე მოუწოდე გადამდგარიყო რექტორი, რა თქმა უნდა ის რო გადადგება მეც ბუნებრივია გადავდგებოდი, რომ ის არ აპირებს გადადგობას მე როგორც ხედავ. უფრო მეცაც გეტყვით. ის აპირებს ჩემს გადაყენებას, ახლა მე გეტყვით მას რა სტრატეგია აქვს. მას უნდა რომ აი პერიოდმა გაიაროს მედიაში დღეს არის ძალიან დიდი აჟიოტაჟი და არა მარტო ცენტრალურ მედიაში, არამედ სწორედ ადგილობრივში და თელავის საზოგადოებაში. კი, გეთანხმებით. და მას სურს რომ როდესაც ეს აჟიოტაჟი გადაივლის, ან სხვა თემების წინ წამოწევით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დავიწყებული იყოს თელაველებისათვის, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომელიც დაინტერესებულია თელავის უნივერსიტეტის ბედით და შემდგომ უკვე აპირებს ჩემს გადაყენებას. ისე რომ არც პასუხები გასცა ჩემს ბრალდებებს და ვერც დამიდა ღია ეთერში რომ ან თუნდაც აქ ეწამოიყოს ბრალდებები ხომ შეიძლება ხო ბუნებრივია მოდი ჩვენს მსმენელს მე წაუკითხავ იმ ბრალდებებს რომელიც მრჩეველმა რექტორს წაუყენა რექტორის მრჩეველმა შეგახსენებთ ყოველივე აქედან გამომდინარე მე ბრალდებ უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ალთანდილ ღელეღუტაშვილს ნეპოტიზმში ბრალდებ პოლიტიკურად ანგაჟირებულობაში ბრალდებ უნივერსიტეტის ფინანსურ ეკონომიის შესაძლებლობების დაკარგვაში ბრალდებ შტატების უზომოდ გაზრდაში ბრალდებ საუნივერსიტეტო სტრუქტურის მოუწესრიგებლობაში ბრალდებ ახალგაზრდებისათვის გზის ჩაკეტვაში ბრალდებ უნივერსიტეტის იმიჯის კიდევ უფრო შელახვაში ბრალდებ უნივერსიტეტის წესდების ეთიკის კოდექსის და შინაგანაწესის დარღვევაში და ბრალდებ იმაში რომ იგი არ არის სტუდენტების კონსტიტუციური უფლების და ფიზიკური უსაფრთხოების დაცვის გარანტი. მე არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ ამ დროს, მაგრამ ჩემთვის ძალიან დამაფიქრებელია ეს ბრალდებები და თქვენ ჩამოაყალიბეთ ნეპოტიზმზე, პოლიტიკურად ანგაჟირებულობაზე, ანუ თქვენ რა არგუმენტებიც გქონდათ ეკონომიური შესაძლებლობების დაკარგვაზე შტატების უზომოდ გაზრდაზე, ბრალდებ საუნივერსიტეტო სტრუქტურის მოუწესრიგებლობაზე. გაქვთ კიდე რამე სათქმელი? მე მაგალითად ველოდები შემდეგ მოვლენას იმას, რომ რექტორმა თქვენ უნდა გადაგაყენოთ. რას გააკეთებდა მაშინ ელიზბარაშვილი? რა შემთხვევაში? როცა თქვენ მისი მრჩეველი აღარ იქნებოდით. თუ ავთო ღელეღუტაშვილი გადამაყენებს, მე მიმართავ სასამართლოს, რა თქმა უნდა. გასაგებია. დიახ. და მოითხოვთ თქვენი უფლებების და უნივერსიტეტის უფლებების დაცვას ალბათ. რა თქმა უნდა. მე არ ვთვლი რომ თქვენ ახართ მრჩეველი ამ შემთხვევაში, ანუ მრჩეველს თუ გადააყენებს რექტორი, მაშინ საფუძველი უნდა გქონდეს ალბათ. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა ძალიან მარტივად იკითხება. მას უნდა რომ ადმინისტრაციიდან, რექტორატიდან მოიშოროს ის ადამიანი, რომელიც მასდებს ბრალს და ამხელს დანაშაულებებში. უნივერსიტეტის საზიანო გადაწყვეტილების მიღებებში, ხო? ეს არის მისი ლოგიკა, რასაც ის აპირებს, მაგრამ ის ამას ვერ განახორციელებს. მე დღეს მქონდა ზოგადად საუბარი, ძნელი არის, რომ ჩვენ ახლა დეტალებში კონკრეტულ ნებისმიერ კონკრეტულ ადამიანზე, შტატზე, სამსახურზე ჩავრმავდეთ, ყველა დოკუმენტები არის გამოთხოვილი. მე აუცილებლად ვაპირებ, რომ შევადგინო, რა თქმა უნდა, განცხადებით მიმართო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, დაუთო ყველა დოკუმენტაცია, მე რომ საუბრობ არის ნეპოტიზმი. ეს არის ჰარზე მოტანილი, ზუსტად დასაბუთდება, როგორ პრივილეგიაში აყენებს ის მეგობრებს და ნათესავებს და სხვა ადამიანებს შეღავაც არ უკეთებს და მარტო ამათ უკეთებს შეღავაც. როგორ არის პარტიული ნიშნით მიღება უნივერსიტეტში, როგორ ხდება და ასე შემდეგ, ხო? ეს ყველაფერი დოკუმენტების დონეზე დაიდება, მე მიმართავ განცხადებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და იქნება ამისი განხილვა. მე მინდოდა მოსულიყო დღეს და გაეცა ამ ყველა ბრალდებაზე პასუხი. თუ გნებავთ ვისაუბროთ პოლიტიკურ პარტიაზე. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა სწორედ პოლიტიკურ პარტიაზე საუბარი, რომ მე ვიცი, რომ საზოგადოება საკმაოდ აღშფოთებული იყო წლების მანძილზე იმაზე, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფაქტიურად თუ ღიად თუ ფარულად მართავდა ნაციონალური მოძრაობა და საზოგადოების მოთხოვნა იყო, რომ უნივერსიტეტი იყო საგანმანათლებლო კერა და იქ არ უნდა ჩარეულიყო რომელიმე პოლიტიკური პარტია.
თუნდაც რესპუბლიკური პარტია. მაგრამ ჩვენ მივიღეთ ერთ დღეს ესეთი შედეგი, კვირა დღეს, რომ უნივერსიტეტის შენობაში ჩატარდა ეს ღონისძიება. არ ვიცი ეს დაშავდა, არ დაშავდა, მოეწონათ, არ მოეწონათ, მაგრამ მე როგორც რიგით მოქალაქეს არ მომეწონა და გამიჩნდა კითხვა, მეორე დღეს ნაციონალურ მოძრაობას რომ მოეთხოვებინა უნივერსიტეტის შენობაში სხდომის ჩატარება, დათანხმდებოდა რექტორი? ეს არ ვიცი, ეს მას უნდა კითხოთ. და თუ დათანხმდებოდა, მე ვთვლი რომ ვიღებდით უფრო ცუდ შედეგს. უნივერსიტეტი პოლიტიკური პარტიების თავშესაყრად იქცეოდა. მე არ ვამბობ ამ შემთხვევაში, რომ პოლიტიკური იდეოლოგიას არ უნდა ყვებოდნენ თავისი პარტიებისას, რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. ისინი რაღაცა ეტაპზე უნდა ხვდებოდნენ, მე მგონი. და მეორე მომენტი, თუ ის არ დათანხმდებოდა სხვა ნებისმიერ პარტიას, მე პირობითად ვასახელებ ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას, ეს იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი მართლა პოლიტიზირებული ხდებოდა და იცავდა რესპუბლიკური პარტიის ინტერესებს. ხავტო მაგ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პოლიტიკური პარტია, არავითარი მნიშვნელობა აქვს, არის პრინციპი, რომ უნივერსიტეტი არის ცოდნის ტაძარი. უნივერსიტეტში არ უნდა მოხდეს პოლიტიკური ანგაჟირებულობა. ამ შემთხვევაში რომელი პარტიაზე ლაპარაკი, ნაციონალური მოძრაობა თუ ლეიბორისტული პარტია, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან ბევრი განცხადები გაკეთდა ამ ფაქტის საწინააღმდეგო, როგორც ჩვენ ვიცით მედიაში. მან ამით პოლიტიკური ანგაჟირებულობა შემოიტანა თელავის უნივერსიტეტში. ეხლა რატომ? იქ მოხდა კომიტეტის არჩევნები. რაიონული კომიტეტი, თელავის რაიონის კომიტეტის და ასევე სარევიზიო კომისიის არჩევნები. ამ კომიტეტის ყველა წევრი არის თელავის უნივერსიტეტის თანამშრომელი. ყველა წევრი. 5 თუ 6 წევრია და თავმჯდომარე დაირჩიეს ბატონი ავთო. სარევიზიო კომისიის 3 წევრიდან 2 არის უნივერსიტეტის თანამშრომელი და მესამე არის რექტორის ნათესავი ცოლის მხრიდან. ასე უბრალოდ შენობა არ იყო დათმობილი. სტრუქტურა ჩამოყალიბდა. და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო, რა თქმა უნდა, რექტორის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, არავინ არ იყო შეთხობინებული ჩემთან ამ საკითხზე არავითარი კონსულტაცია არ გაუვლია, თორე რა თქმა უნდა მე ვეტყოდი, არ ვურჩევდი, რომ ეს გაეკეთებინა და უნივერსიტეტში მე მგონი არც არავინ არ იყო შეთხობინებული ამის თაობაზე. არა, მე ვიცი, რომ ადამიანებმა სოციალური ქსელით გაიგეს ეს საკითხი. დიახ. ანუ გამოდის, რომ იმ საბჭოში შედიოდა 6 კაცი და რაღაც კომიტეტში 9 კაცი და სულ 10-12 კაცმა იცოდა და რომ ესეთი რამე ხდებოდა. ნუ ალბათ ეხლა რაღაც ისინი იყვნენ. რამდენიმე დღის წინ, უпростоრად თითქმის ერთი კვირის წინ უნივერსიტეტს საღამოს და შემდეგ გვიან საათებში სტუმრობდა თელავის დეპუტატი. თელავის დეპუტატი, რომლის შეხვედრაზე მეუბნებით, როდესაც სამინისტროდან ჩამოვიწყდა დელეგაცია. როდესაც სამინისტროდან ჩამოვიდა, წარმომადგენელი მინისტრის მოადგილე იყო თუ არა ვცდები. არ ვიცი იცით თუ არა. დიახ, მე უბრალოდ ამ შეხვედრას არ ვესწრებოდი, მე ეს ისევ მედიიდან გავიგე. ანუ მე კითხვა რა მაქვს თქვენთან, როდესაც მოდის მაჟორიტარი დეპუტატი, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით ნაპირელი, მოდის განათლების მინისტრის მოადგილე, იქ არის რექტორი, იქ არის საზოგადოებასთან სამსახურის უფროსი და ამ შეხვედრის შემდეგ მედიასთან, კონკრეტულად ჩვენს მედიასთან, კახეთის ხმასთან ესეთ რამეს აცხადებენ, რომ აი ეს შეხვედრა ეხებოდა უნივერსიტეტის ინტერესებს, ინფრასტრუქტურის განვითარებას, არ ვიცი, სხვა რაღაც დეტალები მოიყვანეს. ნუ თუ არ იყო იმისი საჭიროება, რომ ამ შეხვედრას სწორედ რექტორის მრჩეველიც დასწრებოდა. ალბათ არ იყო ამის საჭიროება, რახაც ბატონმა ავთომ გადაწყვიტა, რომ ჩემთვის არ შეეთყობინებინა, მაგრამ არ ვესწრებოდი ამ შეხვედრას, როგორც მე მედიიდან ვიცი, ეს იყო თელავის უნივერსიტეტის განვითარებასთან დაკავშირებით ეს შეხვედრა. მედიაში ეს ინფორმაცია გავიდა ცოტა ესეთი საინტერესო რაკურსით, საზოგადოებრივი ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ესწრებოდა ამ შეხვედრას, ისე რომ მედია არ შეატყობინა ეს თემაც არის. ასე რომ ვერ გეტყვით კონკრეტულად რაზე იყო საუბარი, მე შეხვედრის მონაწილეებიც არ ვიცი ახლა დაზუსტებით, ყველაზე ვერ გეტყვით ვინ იყო, მეც ეს გავიგე სოციალურ ქსელებიდან. აგაშენათ ღმერთმა ყველა სოციალური ქსელიდან ვიღებთ უკვე ყველაფერს.
და ბოლო აბზაცით მინდა ასე დავამთავრო ჩვენი გადაცემა. აქედან გამომდინარე, რექტორი ავთანდილ ღელეღუტაშვილი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და იგი უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. თვლით, რომ ცოტათი მაინც დაფიქრდება და იფიქრებს რექტორი, რომ გადავდგე თუ არ გადავდგე. მე მგონია იგი არ გადადგება. მაგრამ უფრო მეცაც გეტყვით. ის ძალიან კარგად გრძნობს, რომ ვერ ფლობს დღეს თელავის უნივერსიტეტში არსებულ სიტუაციას. ვერ ფლობს ამ სიტუაციას, ვერანაირი რაკურსით. ის ძალიან კარგად გრძნობს, რომ მას არ აქვს პერსპექტივა და გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ დარჩება რექტორად. ამიტომ მართალი გითხრათ, შეიძლება ადამიანო უთად აღძო კიდევაც, იმიტომ რომ განწირული არის. ამ ფაქტების შემდგომ ავთანდილ ღელეღუტაშვილი ჯერ მორალურად აღარ არის რექტორი. შემდეგ ფიზიკურ რეალურადაც ვეღარ იქნება რექტორი, იმიტომ ჩვენ გველის წინ არჩევნები, როდესაც სენატი დაკომპლექტდება, იქნება არჩევნები. ახალი კანონმდებლობით, რომელიც უნდა დაამტკიცონ. რა თქმა უნდა და ამ 2-3 თვიანი მოღვაწეობის, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში მანძილზე რაც მან დააგროვა თავისი იმიჯი, ის ძალიან კარგად ხვდება, რომ თელავის უნივერსიტეტში რექტორობის პრეტენზია ვერ იქნება ვერასოდეს. სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. დიდი მადლობა. სიამოვნებით მოგიწევით კიდევ ჩვენ სტუდიაში, რომ გვესაუბრა და მე მინდა მივმართო უნივერსიტეტის რექტორს. თქვენ მოусმინეთ თქვენს მრჩეველს ჩვენი ეთერით. თუ გაგიჩნდათ სურვილი, რომ მის მიერ წაყენებულ ბრალდებებს გასცეთ პასუხი, ჩვენ მზად ვართ, რომ მოგისმინოთ. მე მგონი მრჩეველი იმისთვისაც მზად არის, რომ ნებისმიერ მომენტში თქვენ დისკუსიის დროს დაგიჩნდეთ პირისპირ. რა თქმა უნდა. ახლა მის კარგად ბრძანდებოდეთ.